ხელითა მამისათა დაძისათა და სულისა წმინდისათა ამინ ჩვენთან არის ღმერთი. დიდება და მადლობა ღმერთს დღევანდელი წირვისათვის. დღეს არის როგორც თქვენ მოგეხსენებათ მეზარისა და ფარისევლის კვირა. აი როგორც ყველაფერს ჭირდება თავისი წინასწარი მომზადება რაღაც რო დაიწყო კაცმა. ისე ჭირდება დიდ მარხვასაც თავისი მომზადება. ახლა მაგალითად სპორტსმენი რომ სანამ ვარჯიშს იწყებს, რა ჯერ მოითელება, გაახურებს ხელებს, ფეხებს, კისერს თუ წელს, რომ რაღაც არ დაიზიანოს ამით. რომ პირდაპირ რომ მივარდეს ახლა მithumetes სიუდარბაში თუ შევა და პირდაპირ რაღაცა მკვეთრ მოძრაობებს გააკეთებს, შეიძლება რაღაცა დაიზიანოს ჩვეულებრივად. ან დაუშვათ ადამიანის სახს რო აშენებს, იმასაც საძირკველსაც ჯერ მომზადება ჭირდება, ნიადაგს მომზადება ჭირდება, რომ სად უნდა დაიდოს ის საფუძველი. ყველაფერს მხატვარი რო ხატვას იწყებს, წინასწარ მოიმზადებს, ხუნჯებს თუ საღებავს თუ ყველაფერს რაც ჭირდება მას. და მარხვასაც ესე ჭირდება და ამიტომაც ეკლესია წინასწარ ჩვენ გამგვამზადებს აი ამ მარხვისათვის. ეს მარხვა ყველაზე უძველესია, აღსაავთქო მარხვა ყველაზე უძველესია და ამიტომაც მას უფრო დიდი მნიშვნელობა ენიჭება ეკლესიაში დიდ მარხვასთან. მას აქვს თავისი მოსამზადებელი კვირები. აი დღევანდელი კვირით და უფრო კი შეიძლება ითქვას, რომ წინა კვირაც, ზაქეს კვირაც ამას ემსახურება. აი ზაქეს განწყობა როგორი იყო, ჩვენ ამაზე ვისაუბრეთ. ზაქე ნანობდა თავის ცოდებს. მიუხედავად იმისა, რომ მას დიდი ცოდები ჰქონდა, არ ჰქონდა დაკარგული განცდა სინანულისა და ამიტომაც მიიღო მადლი მისმა ოჯახმაც და მისმა გულმაც. დღევანდელ სახარებაში აღწერილია, რომ ორი კაცი შევიდა ტაძარში სალოცავად, ერთი ფარისეველი და ერთი მეზერე. ფარისეველი წინ დადგა და ასე ლოცულობდა. მეზერე უკან იდგა და თავს ზემოთ ვერ წევდა. თუმცა ეხლა შეიძლება დავუშვათ აი ზოგჯერ არის ხოლმე რომ მოვა ადამიანი და აი შუა ტაძარში უნდა დადგეს აი აქ პირდაპირ. ერთი შეხედვით რო შეხედო, ვერც იმას იტყვი, რომ ეს კარგად იქცევა, ვერც იმას იტყვი, რომ ცუდად იქცევა. გააჩნია რა განწყობამ დააყენა. თუ ფიქრობს, რომ თვითონ არის ყველაზე კარგი და აი ტაძრის შუაში უნდა იდგეს, ეგ არ ვარ. ეგ განწყობა არ ვარ. მაგრამ თუ იმ განწყობამ მიიყვანა შუაში, რომ იქ კარგათაც ესმის და კარგათაც ხედავს ღვთისმსახურებას, ამაში ცუდი არაფერი არ არის. თუმცა გვერდიდან ვიღაც ისეთი თავისთავი რომ სხვაზე უკეთესი გონია, ფიქრობს, რომ ეს იმიტომ დადგა, რომ ამაში კიდე ჩემზე უკეთესი გონია თავისთავად. ანუ ყველა თავისებურად შეაფასებს მის აქციას. მაგრამ საბოლოო ჯამში ყველაზე უკეთ ღმერთი შეაფასებს ის იქ რატო დადგა. თავისთავად ეს წინ რო დადგეს ადამიანი, ამაში არც კარგია არაფერი და არც ცუდი. თუ წინ დგას, იმიტომ რომ ესე იგი ღვთისმსახურება კარგად დაინახოს, კარგად მოისმინოს, ამაში ცუდი არაფერი არ არის. თუ წინ იმიტომ დგას, რომ თვითონ ფიქრობს, რომ სხვაზე უკეთესია და ამიტომ უნდა იდგეს წინ, უკან არ ეკადრება დგომა, ეს ძალიან ცუდია. თუ ადამიანი უკან იმიტომ დგას, რომ არავიზე უკეთესი არ გონია თავი, ეს ძალიან კარგია, მაგრამ თუ უკან იმიტომ დგას, რომ კარგად ილაპარაკოს თავის დაქალ-ძმაკაცებთან, ეს არ ვარ. ანუ გააჩნია ადამიანი რატო დგას, თუმცა აქ ჩანს, რომ ფარისეველი სწორედ იმ განწყობამ მიიყვანა, რომ თავი ყველაზე უკეთესი გონია, იმიტომ რომ დამსახურებულია, ნახეთ, ბევრი რაღაცეები გაუკეთებია, რაც მისი ლოცვიდან ჩანს, რომელიც ამბობს, რომ მადლობ ღმერთო, რომ არა ვარ როგორც სხვა ადამიანები, კაცებელი, ცრუ და მემრუშე. გინდა როგორც ეს მეზერეო და უკან იშვებს დგას, სადაც ის მეზერე თავჩამოდნული დგას. მარხულობ ორჯელო კვირაშიო და ჩემი შემოსავლის 1000-ს უფალს წირავ.
მეზორე კი მხოლოდ თავდახრილი იდგა მუშტს კერტში იცემდა და ამბობდა ღმერთო მილხინე ცოდილსა ამას, ანუ მაპატიე ჩემი ცოდვები. ფარისეულის ლოცვიდან ჩანს მისი სულის და გულის მდგომარეობა, ესე იგი. რომელი მდგომარეობიდანაც, ესე იგი, როგორც საფრთხისაგან ისე გვარიდებს ეკლესია და იმიტომაც დააწესა ეს, რომ ასეთი მდგომარეობით შენ თუ მარხვას დაიწყებ, ეს შენს ამპარტავნებას კიდევ უფრო მეტად გაზრდის. ესეთი განწყობით იწყებ, რომ მე ნახეთ, რამდენი რამეები გავაკეთე და ახლა არიქა დიდი მარხვაც შევინახე. ორჩა კიდევ უფრო ფრთები შეესყა ჩემს ამპარტავნებას. ეგრე ჯობია არ დაიწყო არაფერი. რაღაცის წარმოდგენის შესაქმნელად, ვიღაცის ზემოდან გადმოსახედად, ჯობია ეგეთი მარხვა საერთოდ არ შეინახო. და შემთხვევითაც არ არის, თუ დააკვირდებით, არასოდეს მეზორისა და ფარისეულის პირაში 4 შაბათი და პარასკევიც კი არ არის მარხვა. ხსნილია ხოლმე ეს კი რა, ალბათ იმიტომაც, რომ ვიღაცა არ თქვას, რომ აი, ვიმარხული. არც ეგეთი მარხვა არ გვინდა თუ ფარისეულს დაემსგავსებ. აი ნახე, თან როგორ იყო, მაშინ ერთი დღე უნდა ემარხულათ კვირაში და ეს ამბობს მე ორჯერ მარხულობ, აი დღეს რო ვინმე თქვას, რომ მე 4 დღეს მარხულობ კვირაში. ზოგს ხო 4 შაბათი პარასკევით ეზარება, მაგრამ აი ვიღაცამ რო თქვას მე 4ჯერ მარხულობ, 4 დღე მარხულობ. მაგრამ არ უნდა ღმერთს შენი ეგეთი მარხვა. იმიტომ რომ თუ რაღაცით თავს იქებ და თავს მოიწონებ და სხვაზე მეტად ჩათვლი თავს, ეგ ნიშნავს, რომ იღუპები და რა მნიშვნელობა აქვს მარხვა დაღუპავს თუ უმარხულობა დაღუპავს. წყალში დაიხსოვი თუ უწყლოდ დაიხსოვი, რა მნიშვნელობა აქვს თუ მაინც უნდა დაიხსოვი. ამიტომ სწორი მიდგომა და დამოკიდებულება ძალიან მნიშვნელოვანია. ეს არის საფუძველი ყოველგვარი სიკეთისა. ის მადლობს ღმერთს. ერთი შეხედვით შეიძლება თქვა, რომ აი რა კარგია, მადლიერია ღვთისა, მაგრამ ეს მადლიერება არ არის ის მადლიერება, რაც ღმერთს მოსწონს. ახლა შეიძლება ვიღაცა გვერდით რო ედგა ამ კაცს, ფიქრობს, რომ რა მადლიერი კაცია და დანარჩენი სიტყვები ვეღარ გაიგონა. ესე იგი, რო ამბობს, რომ არა ვარ როგორც სხვა ადამიანები, მტაცებელი, ცრუ და მემრუშე. ახლა აი ალიკამ რო გაიაროს თავის ქუჩაში და ვიღაც რო ამბობდეს, მადლობ ღმერთო, რომ და ჩაიაროს, მეტი არაფერი არ მოისმინა და თურმე ის აგზელოს, მადლობ ღმერთო, რომ აი მეზობელს რაღაც უბედურება შეემთხვა. ამის გამო რომ მადლობს, ახლა მადლიერება არის, მაგრამ არ მოისმინა, რომ ეს მადლიერია ღვთისა. თუ იქ გაჩერდებოდა, მადლობ ღმერთო, რომ არა ვარ კაცებელი, ცრუ და მემრუშე, ეს ძალიან კარგი იქნება. აი რომ ადამიანი მადლობს ღმერთს, რომ ამა თუ იმ ცოდვაში არ ვარდება, ეს ძალიან კარგი. მაგრამ უკვე სხვას რომ ადარებს თავის თავს, ეგ არ ვარ. ჩვენ შესადარებლად ღმერთმა არ მოგცა ერთმანეთი. ჩვენ ერთმანეთს კი არ უნდა ვადაროთ ჩვენი თავი. ჩვენ ჩვენი ცხოვრების წესი, სახარებისეული ცხოვრების წესი უნდა შევადაროთ და ჩვენი თავი უნდა წმინდანებს შევადაროთ. იმიტომაც ეკლესიამ ესა თუ ის ადამიანი წმინდანად შეერაცხა. განა მათ გარდა წმინდანები არ არიან, როგორ არ არიან, მაგრამ ესე იგი, წმინდანად შეერაცხით, მათი წმინდანობა კი არ იზრდება. ან თუ არ შეერაცხავს წმინდანად, კი არ აკლდება მათ სიწმინდეს და განაცხონებული არ არის. ვინც ის რამდენი ბრძოლის წელზე აღესრულა, ისე რომ მისი სახელი და გვარიც არავინ არ იცის. მაგრამ ის ღვთის წინაშე წმინდანია. რამდენმა ესე იგი მონასტერში იმ ცივ კედლებში მოღვაწეობით სული გადაირჩინა, მაგრამ იმის სახელი და გვარი დღეს შეიძლება არ ვიცით. რამდენმა იმ ოჯახური პატიოსანი წმინდა ცხოვრებით, კარგი შვილების აღზრდით თუ კარგი მეოჯახეობით სული გადაირჩინა, მაგრამ ვინ იცის იმათი სახელები, არავინ არ იცის. მაგრამ ჩვენ ვიცით, ეკლესიამ ეს იმიტომ წარმოაჩინა, რომ აი ამას უნდა მიბაძო. და ამ წარმოჩენით და ამ წმინდანად შერაცხით ის მაშინ კი არ ცხონდა, როცა ეკლესიამ წმინდანად შერაცხა. მაშინ ეკლესიამ ის მაგალითად დაგვისახა. თორე ის მაშინ ცხონდა, როდესაც გარდაიცვალა და ღვთის წინაშე წარდა. აი მათ უნდა შეადაროს ადამიანმა საკუთარი თავი. აი რამდენი წმინდანებია, აი რამდენი ხატებია, უნდა შეადაროს. აბა ის როგორც იქცეოდა, მე თუ იქცევი ის. თორემ
ვისაც ეშლება იმას რომ შეადარებ, კი ბატონო, გეგონება შენი თავი რომ რაღაცას წარმოადგება, სინამდვილეში არაფერი არ იქნება. მეზორე თავს მაღლა ვერ წევს, ის მხოლოდ თავის წოდებს ნანობს. ეხლა როგორ დავიჯეროთ, რომ იმ მეზორეს ერთი სიკეთე არ აქვს გაკეთებული. შეიძლება რომ ადამიანი როგორი ჩაძირულიც არ უნდა იყოს წოდებში, სიკეთე არ ქონდეს გაკეთებული, არ არსებობს. ყველაშია რაღაც სიკეთე, ყველას გაუკეთებია რაღაც სიკეთე. მაგრამ ის ამის გამო არაფერს არ ამბობს, არამედ ის მხოლოდ თავის წოდებს ნანობს. ამის როგორ დავიჯეროთ, რომ ეს ფარისეველს ერთი ცოდვა არ ჰქონდა, რის გამოც სინანული მართებდა. ეგეთიც ხო არ არსებობს, რომ უცოდელი იყოს და ის თავის წოდებს არ ნანობს. ანუ განწყობა ფარისევლისა ძალიან საშიშია და საფრთხილოა და განწყობა მეზორის არის სანატრე. ცხოვრების წესი ფარისევლისა შეიძლება ჯობია ამ შემთხვევაში, ის მარხულობს, ლოცულობს, სიკეთეს აკეთებს რაღაცა. მაგრამ ეს განწყობა არ ვარ. ცხოვრების წესი შეიძლება არ უარგა ამ მეზორეს, მაგრამ ის ამის გამო ნანობს. და წერია რომ გამოვიდა გამართლებული მეზორე ვიდრე ფარისეველია, რადგან ვინც თავს აიმაღლებს, ის დამდაბლებაო და ვინც თავს დაიმდაბლებს, ის ამაღლდება. და ესეთი განწყობით, როდესაც ადამიანი აიღებს მარხვის ღვაწლს, აიღებს ლოცვის თუ მოწყალების თუ ნებისმიერი სხვა, ესეთი განწყობით შეიწირება მისი ღვაწლი. მაგრამ თუ აიღებს იმ განწყობით, რომ რაღაცა დიდებულს და გრანდიოზულს რაღაცას აკეთებს, ეგეთი ჯობია არ გააკეთოს. იმიტომ რომ იმასაც თუ გააკეთებს, ის კიდე გააძლიერებს ჩვენში ამ პარტავნებას. ამიტომაც აი ჩვენ დიდი მარხვის წინ ეკლესია ყოველთვის გვაფრთხილებს, ყოველთვის მოგვიწოდებს, რომ ესე იგი განწყობამ, დამოკიდებულება ამ ყველაფრის მიმართ სწორი ქონდეს ქრისტიანს, რომ და ასევე სწორი ქონდეს ურთიერთობები ადამიანებთან. სწორი ურთიერთობები ადამიანებთან. მე თუ რომელიმე ადამიანზე უკეთესი მგონია ჩემი თავი, როგორ ამბობს მამა გაბრიელი, ერთ ადამიანზეც უკეთესი რო გეგონოსო, უკვე ამ პარტავანი ხარ და საძაგელი ხარ ღვთის თვალში. შეიძლება კაცი ჩვენ რო ვფიქრობთ, აი ეს რა კარგად აკეთებს, რა კარგი ადამიანია, შეიძლება ყველაზე უარესი ის არის ღვთის წინაშე. მაგრამ თვალის სხვა რამეს ხედავს. და ჩვენ რო გონია რომ ყველაზე ცუდად იქცევა, შეიძლება გულში ურთიერთობა მას უფალთან და სხვა ადამიანებთან დამოკიდებულება ყველაზე უკეთესია, მაგრამ ჩვენი თვალი ამას ვერ ხედავს. ამიტომაც არის ნათქვამი, რომ ხონებულ ადამიანსო, სამი რამ გააკვირვებსო. პირველი ის, რომ თვითონ მოხდა იქ. თვითონ ასეთი უღირსი როგორ მოხდა იქ, ეგ გააკვირვებს. აი მეზერეს ხო გააკვირვებდა, როგორ გადაუჩინა, როგორ ცხონდი, ამდენი წოდები. და ფარისეველს რა გააკვირვებდა, მე ესეთი კარგი ვერ გადავრჩიო, ვერ ცხონდიო, ეს გააკვირვებდა. და მეორე ის გააკვირვებს, რომ ვისაც იქ ელოდებოდა და ვერ ნახა, რო ეგონა, რომ აი ეს რაც სიწმინდით ცხოვრობდა და ნუ თუ ის აქ არ არის. და მესამე ის, რომ ვისაც არ ელოდებოდა და იქ რო დახტება. აი სადღაც რო ლოთობდა, რო ამბობს, სადღაც რო სწოდავდა, სადღაც დაკრულად რო იქცეოდა. მაგრამ ვინ იცის იმის იქით რამდენი დაასწელა თავისი ცრემლ, რამდენი შეინანა. ჩვენ ვამბობთ, რომ ამან ეს დააშავა, იმან ის დააშავა. მიკითხია ხოლმე, რომ ეგ კი დაინახე, მაგრამ იმის იქით რომ ნანობდა, რა იცი ის შენ ხო არ დაგინახია, რა იცი შენ ის როგორ ნანობდა. ხო არ იცი. ახლა რამდენს დაუნახია ავაზაკი რომ ძარცვავდა და იტაცებდა თუ რა ვიცი, ბედურებას ჩადიოდა. მაგრამ ქრისტეს მარჯვნივ რო იყო ჯვარცმული და რომ შეინანა და პირველი რო ისცხონდა, ეგ რამდენმა დაინახა. ვინ იფიქრებდა იმ ავაზაკზე, რომ ის გადარჩებოდა? ვერავინ არ იფიქრებდა. ვინ იფიქრებდა იუდაზე, რომელმაც ამდენი სასწაულები აღასრულა ქრისტეს სახელით, რომ ის დაიღუპებოდა? ვინ იფიქრებდა? არავინ არ იფიქრებდა. მაგრამ სწორედ ამაშია საქმე, რომ გარანტია ცხონებისა არავისთვის არ მიუწია უფალს. ბოლო ამოსუნთქვამდე შენ ძალიან ფრთხილად უნდა იყოს, შიშით და წოლით აღასრულეთო თქვენი ცხოვრების ჟამი, მოციქული ამბობს. აი, უნდა შიშით, სიფრთხილით, ვაი თუ აქ არის სასაფრებული, იმიტომ რომ ეშმაგი წყლისფერია, რომ არ გგონია იქ არის.
არც ხონების გარანტია არავისთვის არ აქვს მიცემული და არც წარწმედის, ისევ არც უიმედოთ არ უნდა იყოს თუ რაღაცას ცოდა. ეს განაჩენიც არავისთვის არ გამოუტანია ღმერთს, რომ სანამ ცოცხალი ხარ, შენ შეგიძლია შეინანო. ბოლო ამოსუნთქვისას შეგიძლია შეინანო, მაგრამ კაცი იმაზეც უნდა ფიქრობდეს, იმ ბოლო ამოსუნთქვისას ექნება ამის განწყობა და შესაძლებლობა. იმიტომ არ უნდა გადადო ეს არასოდეს. დღეს თუ ეს შენ შეგიძლია და არ აკეთებ, ეგ ნიშნავს, რომ შენ დაღუპვის გზაზე დააყენე შენი თავი. იმიტომ რომ ერთხელ გადადებ, ორჯერ გადადებ, სამჯერ და რომ გგონია, რომ აი მაშინ აღარ გადავდებო, ის დრო ან მოგეცემა და ან არა, ის დროც არავის მოუწია შენთვის. წინასწარ არავის არ დაუგეგმია, რომ აი ამდენი და ამდენი გეკნა. ამიტომ აი ძალიან ის არის საფრთხილოა, ესე იგი რომ ჩვენ რა მდგომარეობაში ვართ და მე წუხელ აი ბავშვებს ესაუბრებოდი, ესე იგი და რაღაცა მოდი მეთქი ვეცადოთ რომ ესეთი რაღაც ონლაინ საკვირაო სკოლა ქონდეს. ძილის წინ ესე იგი კაცი უნდა დაფიქრდეს. ძილის წინ ერთხელ მაინც დღეში უნდა დაფიქრდეს, რომ აი მთელი დღე როგორ გაატარა. აღვიძებიდან, ადგომიდან, ოჯახის წევრებთან ურთიერთობა როგორი ქონდა. მერე ვიღაც სკოლაში თუ უნივერსიტეტში, ვიღაც სამსახურში რა ურთიერთობები ქონდა, როგორ დაელაპარაკა, როგორ მიმართა გულში, რას ფიქრობდა ამ დროს, როცა ამას ეუბნეოდა თუ ამას აკეთებდა. რამდენად დაიცვა ადამიანმა სინდისი წრფელად, ესე იგი, რაღაც ხო არ მოხდა ისეთი, რომ სინდისი დაუმძიმდა ადამიანს. და ესე მთელი დღე რო განიხილო, ესე იგი, ძილის წინ, აი რო დაწევი, უნდა გადადო ის ყველაფერი, რასაც ეკრანი აქვს, უნდა გადადო და უნდა დაფიქრდე ამაზე ადამიანი. თუ გინდა რომ სულიერად წარემატო. თუ არა და რაც ერთ დღეს იყავი, ის მეორე დღეს იქნები და ის მე-100 დღეს იქნება. არაფერი არ შეიძლება. პატრიარქი როგორ ამბობს ხოლმე? ძველი რომაელები ამბობდნენ, შეიცან თავი შენი. ჩვენს თავს არ ვიცნობთ. მაგრამ შეიძლება ვიცნობდეთ იქ ავსტრალიაში რა ხდება, იქ ჰოლივუდში რა ხდება, იქ ამა თუ იმ საფეხბურთო თუ საკალათბურთო მოედნებზე რა ხდება, იქ რომელ ფილმში რა ხდება, იქ რომელ ქვეყანაში ომია თუ რა არის და ჩვენ შიგნით რა არის, ეგ შეიძლება არ ვიცოდეთ. ამიტომ ჩვენი უპირველესი გამოსაძიებელი ის არის, რა მოხდა დღეს ჩემს თავს. და ასევე როგორც წმინდა ილია მართალი ამბობს, თუ რამე სიკეთე გააკეთე იმ დღეს, თუ ვინმეს რამე სიკეთე გაუკეთე. და თუ აღმოაჩენ, რომ არაფერი სიკეთე არ გაკეთებია, მაშინ რა გამოდის? ის დღე ტყუილად ყოფილი. ახლა მაგალითად აი ეს ანალოგია, რომ რომელიმე დღეს ხო არის ხოლმე, რომ აქ მსახურება არ არის, აი რომელიღაცა დღე ჩაივლის მაგალითად, აი სამშაბათს არ არის ხოლმე, თუ რამე ისეთი არ მოხდა. ესე იგი, ეს ანალოგია იმ დღეს არ გამოდგა. არავის არაფერში არ გამოადგა და ეს მაშინ გინდა ყოფილა, გინდა არა. და ადამიანის თუ ეგრეა, რომ იმ დღეს გინდა ყოფილა, გინდა არა და არავის არაფერი სიკეთე არ გაუკეთა, ყოველ შემთხვევაში თუ ამის შესაძლებლობა იყო და საჭიროება. მაშინ უნდა თქვას, რომ დღევანდელი დღე ტყუილად წავიდა. ტყუილად, არაფერს. და ერთი ის, რომ ვერაფერი სიკეთე გააკეთე და მაგრამ ისეთი დღე ხო არ არსებობს, რომ ცოდვას არ ჩაიდენი. ესე იგი, არაფერში კი არ წავიდა, მინუსებში წავიდა, ვალად წავიდა. და ამაზე უნდა ფიქრობდეს კაცი. და თუ ამაზე ფიქრობს, ესეთი ადამიანი სულიერ ფერისცვალებას აუცილებლად განიცდის. და თუ ამაზე არ ფიქრობს, ის ვერ განიცდის, ის მონოტონურად აკეთებს, აი მექანიკურად ახსარებასაც, ზიარებასაც, ყველაფერს კი აკეთებს, მაგრამ შეხედავს თავის თავს და 5 წლის მერეც იგივეს აკეთებს. არაფერი არ შეცვლის. არადა თუ ადამიანი დაუფიქრდებოდა თავის თავს, აი როგორ არის სახში, რომ ადამიანი ალაგებს სახს, თუ ჩაბნელებულია, ხო ვერ დაალაგებს, სადნა გავია, სადნივთი არასწორად დეს, ხო ვერ იგებს და მაგრამ თუ გაანათებს, ანუ სახარებისეული შუქით, თუ გაანათებს თავის გულს სახარებისეული მცნებების მიხედვით, შეხედავს თავის აქციებს. მიხვდება, რომ ეს არასწორი იყო. ის რაღაცა კარგი იყო დაუშვათ. რაც არასწორია, გაიტანს სახლიდან, გახვეტავ, არასწორად დევს, გაასწორებ. გულშიც ესეა. ეს უნდა გააკეთო. ამას შენს მაგვილად ვერავინ ვერ გააკეთებს.
შენ უნდა იფიქრო კაცმა, რომ რა ხდება, აი როგორც წმინდა გაბრიელ ეპისკოპოსი ამბობს, ეხლა იყო ამ კვირაში სიქსენების დღე. კეთილგონიერი ქრისტიანი ყოველ საღამოს გამოიკვლევს თავის სულიერ მდგომარეობას. ყველა ქრისტიანზე არ ამბობს, კეთილგონიერი ქრისტიანი, აი ამას ხაზს უწევს, კეთილგონიერი ქრისტიანი გამოიკვლევს. და ვინც გამოიკვლევს, ეგ იმას ნიშნავს, რომ აი ციხაში რო წყალი იყოს და ყოველდღიურად რო აი რაღაცა ღვინო ჩაარო, წითელი ღვინო ჩააწეთო ერთი წეთი, მეორე დღეს მეორე, მესამე დღეს მესამე. ნელ-ნელა ეს ღვინო გამოდევნის ამ წყალს და დარჩება სუფთა ღვინო. ნელ-ნელა ეს სულიერი განწყობა, სულიერი სიკეთეები გამოდევნიან ჩვენგან იმ ძველ კაცს, როგორც სახარება ამბობს, იმ ცოდვიან მდგომარეობას და დარჩება სუფთა და ფერისცვალებას განიცდის, თუ ადამიანი ასე იქცევს. ერთმა ამისი ძალა მოგწეს, რომ აი ვიზრუნოთ იმაზე, რომ ჩვენ რაღაცნაირად უფრო მეტად დაუახლოვდეთ ღმერთს ჩვენი შინაგანი მდგომარეობით. ერთი რამ მინდა ვთქვა კიდე ახლა, რომ აი ეს ბავშვებიც აქ არიან, პატარების, დიდების, ტაძრის მსახურებიც უფრო ადვილია ისწავლო ადამიანმა, თუნდაც ტიქაროსნობა, თუნდაც მედავითნეობა, გალობა თუ ხატვა თუ სიმღერა თუ არ ვიცი, ჭიდაობა თუ კალათბურთი თუ სხვა, ვიდრე ისწავლო პასუხისგებლობა. მაგრამ თუ ადამიანმა ეს ჯერ ეს არ ისწავლა პასუხისგებლობითი დამოკიდებულება თავისი საქმისადმი, თავისი მოვალეობისადმი, თავისი ტაძრისადმი, თავისი ოჯახისადმი, სამშობლოსადმი, პასუხისგებლობა ღვთის წინაშე, პასუხისგებლობა ადამიანების წინაშე, სულ ერთია, ის დანარჩენი გინდა იცოდეს, გინდა არა. ეხლა მაგალითად შეიძლება კაცმა პურის წყობა იცოდეს, მაგრამ უპასუხისგებლო იყოს და მიხვალ და ხან ღია გვხდება და ხან გამომცხვარია ის პური და ხან არ არის. და ეგეთი კაცის იმედი ხო ვერ გექნება. მაშინ იპოვი ისეც, რომელიც ცოტა ცუდად აწყობს, არ იცის ისე კარგა, მაგრამ ზუსტად იცი, რომ იმას ექნება ყოველ დღე. ეგრე გააკეთე, აბა ეგრე არის ძაო. თუ იმის იმედი გექნება, რომ ხან ექნება იმას და ხან არ ექნება. ამიტომ ამბობ, პასუხისგებლობითი დამოკიდებულება ყველაფერი იმისადმი, რაც შენ გავალი. აი გავალია, რომ ერთი კანდელი უნდა გაასწორო. მიდი და ის ერთი კანდელი გაასწორო კვირაში. და თუ მცირეში ერთგული ხარ, ღმერთი ორ კანდელზე დაგადგენს, ორი გაასწორო. თუ იმ ორსაც სწორად გაასწორებ, მერე უფრო სხვა რაღაცას მოგანდობს. ესე აი რაღაცნაირად სხვანაირად არ ეს სახარებისეული სიტყვები. ამიტომ აი ჩვენ ყველაფერს ვინც რას ვაკეთებთ, ვაკეთოთ პასუხისგებლობით. მით უმეტეს თუ იცი, რომ შენს გამო შეიძლება საქმე გაფუძდეს, იქ არ შეიძლება უპასუხისგებლოდ მოიქცე. აი არ ვიცი, მე ვერ წარმომიდგენია უპასუხისგებლო ადამიანს ღმერთმა კიდევ უფრო მეტი დაავალოს, კიდევ უფრო მეტზე დაადგინოს. არ ვიცი, აი ძალიან მნიშვნელოვანი საკითხია. ეს ახლა თლათ ამ ბავშვების ისიც არ არის. დღეს თუ ჩასჩიჩინებენ ამ ბავშვებს, რომ შენ გაქვს უფლებები და კიდე უფლებები და კიდე. მაგრამ მოვალეობა რო აქვს, პასუხისგებლობა რო აქვს, ვიღაცის წინაშე, ამას თითქმის არავინ არ ამბობს. და ჩვენ გვავიწყდება, რომ ის უფლება იმიტომ აქვს, რომ ის მოვალეობა სწორად შეასრულოს. უფლება არის ინსტრუმენტი, რომელიც შენ გეხმარება მოვალეობის შესრულებას. ესე უნდა შეხედოს. ახლა მაგალითად, აი ფეხბურთს რო თამაშობენ, იმ 11-დან ერთს უფლება აქვს, რომ ხელით შეეხოს ბურთს. იმიტომ კი არა, რომ ის ხებზე კარგი ბიჭი. იმიტომ იმას პასუხისგებლობა იმ მომენტში უფრო მეტი აქვს, არის შრალად შენახვისა. იმან თუ ხელი არ მოკიდა ბურთს, ვერ დაიჭერს, ხელს კიდევს და ვერ იჭერს. ხელით თუ არ შეეხო, როგორ დაიჭერს? და მისთვის ეს ხელის შეხების უფლება არის ინსტრუმენტი, რომ თავისი მოვალეობა სწორად შეასრულოს და ყველაფერში ესე. ახლა ამა თუ იმ დაწესებულების დირექტორს რატო აქვს უფრო მეტი უფლება აი რიგით თანამშრომლებს? იმიტომ რომ მოვალეობა აქვს მეტი. ამ დირექტორს რო იგივე უფლება ჰქონდეს, სიტყვაზე ვამბობ, როგორც დამლაგებელს, მე არც ერთ იმას არ ვაკნინებ. დამლაგებელი თუ სწორად აკეთებს თავის საქმეს, ეს შეიძლება ცხონდეს და გადასცეს და ის დირექტორი ვერა. მაგრამ იმას იმიტომ აქვს უფრო მეტი უფლება,
და არა იმდენი, რამდენიც დამლაგებას თუ მზარეულს თუ ნებისმიერი აი მასწავლებელს თუ სხვა, ამას რომ ესეთი ცოტა ჰქონდეს, ის დირექტორობას ვერ შეძლებს. ვერ განახორციელებს თავისად. ამიტოა ეს უფლებები. იმიტომ კი არა რომ თავის გემოზე მოირგოს და გააკეთოს. ჩვენ ეს გვეშლება სამწუხაროდ შემთხვევაში. და ამას ასწავლიან ჩვენს პატარებს. ჩვენ გაქვს ბევრი უფლებები. და ყველას უფლებები გვაქვს და გვაუწყდება რომ ყველას გვაქვს ამავე დროს მოვალეობები. რომელი უფლება სწორედ მოვალეობის შესრულების ინსტრუმენტად მოგვენიჭა ჩვენ. აი ესე უნდა გააკეთოს კაცმა ყველაფერი. პასუხისმგებლობით, რაც შეიძლება ზედმიწევნით, სინდისიერად. და სადაც ხედავს რომ რაღაცას ვერ აკეთებს, ესეც კეთის სინდისიერება იქნება რომ მე ამას ვერ ვაკეთებ. თქვას რომ მე ამას ვერ ვაკეთებ, ცოტა ადრე თქვა, სანამ საქმე გაფუძნება, არ შემიძლია. იქნებ სხვა რაღაცა გზა მოუძებნა. ესეც კეთის სინდისიერება იქნება. მერთმა დალოცვილი და გახარებულები გამყოფოთ. ეგვეციოს დღევანდელი დღის მაგ. ჩვენთან არის ღმერთი.